იტამარატი გაგიჟდა, როცა გაიგო, რომ ტრამპმა ლულას წინააღმდეგ მადუროს ეფექტი გამოიყენა. რადგან ახლა შოპი კულისების ჭორებიდან კი არ მოდის, არამედ ოფიციალური დოკუმენტიდან, რომელიც დეპუტატთა პალატაში გაიგზავნა და რომელსაც ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაურო ვიეირამ. მაგრამ მხოლოდ ტარიფების გაზრდა არ იწვევს შეშფოთებას ბრაზილიის მთავრობისთვის. ხომ ასეა, ჩემო მეგობარო? ჩვენ ასევე ვიცით, რომ იტამარატიმ გამოხატა შეშფოთება ბრაზილიაში კრიმინალური დაჯგუფებების ტერორისტულ ორგანიზაციებად კლასიფიკაციის შესახებ. ამერიკელი ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულების გარდა ტარიფების გაზრდისა, რას ელოდება ან რის ეშინია იტამარატის ამ საკითხთან დაკავშირებით? აშშ-ის სამხედრო მოქმედების შიში ბრაზილიის ტერიტორიაზე. ბია, ეს ის ინფორმაცია, რომელსაც ჩემს სვეტში ვაქვეყნებ. პრეს ხოვენპანის ვებგვერდზე მინდა მოვიწვიო ჩვენი სმენელი მაყურებელი, ინტერნეტ მომხმარებელი, ეწვიოს www.hovenpan.com.br-ს. ვინ გვიყურებს ეკრანზე? ჩვენ ვაჩვენებთ, რომ იტამარატი აღიარებს აშშ-ის სამხედრო მოქმედების რისკს ბრაზილიაში PCC-სა და კომანდო ვერმელიოს გამო. ეს ოფიციალური დოკუმენტი გაგზავნა დეპუტატთა პალატაში ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იტამარატი, რომელიც აშკარად აღიარებს შიშს, რომ დედაქალაქის პირველი კომანდოს PCC-სა და ასევე კომანდო ვერმელიოს ტერორისტულ ორგანიზაციებად აშშ-ის მიერ კლასიფიცირება შეიძლება გახდეს გზა ამერიკული ექსტრატერიტორიული ქმედებებისთვის, მათ შორის სამხედრო ხასიათის ბრაზილიის ტერიტორიაზე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ დედაქალაქის პირველი კომანდოსა და კომანდო ვერმელიოს ტერორისტულ ორგანიზაციებად აშშ-ის მიერ კლასიფიცირებამ შეიძლება გზა გაუხსნას ექსტრატერიტორიულ ქმედებებს, ბრაზილიურ ინსტიტუტებს, კომპანიებსა და მოქალაქეებზე, მათ შორის ეროვნული ტერიტორიის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების რისკით. პოლიტიკური მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ თავად ლულას მთავრობა წერილობით აღიარებს, რომ ბრაზილიური ორგანიზებული დანაშაული საერთაშორისო პრობლემად იქცა. მთავრობა სუვერენიტეტზე ჩივის, როცა ვაშინგტონი ზეწოლას აძლიერებს, მაგრამ თავს არიდებს იმის აღიარებას, რომ სუვერენიტეტიც კვდება. როცა დაჯგუფებები მართავენ უბნებს, აძევებენ ოჯახებს, თესავენ შიშს და აკონტროლებენ ტერიტორიებს, სადაც სახელმწიფო გაქრა, როგორც იტამარატიმ აღიარა, ამას ყველაფერს ახლავე მოგიყვები. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. პასუხი, რომელიც პარლამენტს გაეგზავნა, წარმოიშვა ინფორმაციის მოთხოვნიდან, რომელიც დეპუტატ ევაერ ვიეირა დე მელომ რესპუბლიკანების პარტიიდან ესპირიტუ სანტუდან წარადგინა. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში მაურო ვიეირას ხელმოწერით შევიდა და პირდაპირ შეეხებოდა ბრაზილიის მთავრობის პოზიციას ამერიკული გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც ბრაზილიურ კრიმინალურ დაჯგუფებებს ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებენ. იტამარატიმ განაცხადა, რომ არ მიუღია შეერთებული შტატებისგან წინასწარი ოფიციალური შეტყობინება დედაქალაქის პირველი კომანდოსა და კომანდო ვერმელიოს ამ კატეგორიაში კლასიფიკაციის განზრახვის შესახებ. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ აღიარა, რომ ეწინააღმდეგება ამ ზომას და მიიჩნევს, რომ ის შეიძლება ეკონომიკურ და სუვერენიტეტის ზიანს მოუტანოს ბრაზილიას. ჩვენს იოვენპანის სვეტში ჩვენ სრულად წარმოგიგდენ დოკუმენტს და იმ მონაკვეთს, სადაც ეს არის ნახსენები. ზუსტად ეს შიში აქვს მაურო ვიეირას, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ამ დოკუმენტს აწერს ხელს და რომელიც დეპუტატთა პალატაში გაგზავნა. მისი თქმით, ეს ტექსტი ნამდვილად წარმოადგენს ლულას მთავრობის უფრო პირდაპირ გამოხატულებას იმ რისკების შესახებ, რაც ახლახან ვაშინგტონის თეთრი სახლის მიერ გამოცხადებულ ცალმხრივ ზომას უკავშირდება. და ამ მთელ პოლემიკას ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით ჯოვენპანის ჟურნალისტიკაში. მე თვითონაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს ეთერში ყველა ამ პროცესს გაწვდიდით. როგორც ბრაზილიელების მხრიდან ამერიკის მთავრობასთან, ასევე ამერიკის მთავრობის, უფრო კონკრეტულად ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს მარკო რუბიო. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა ჩვენი იოვენპანის ჟურნალისტები ვაკვირდებოდით ამ შესაძლებლობას, ვანიშნავდით ამ შესაძლებლობაზე და უკვე მსჯელობდით ამ საკითხზე. ყოველთვის როცა ეს ხდებოდა ბრაზილიის მთავრობის მხრიდან, ყოველთვის უარყოფა იყო, რომ ეს შეიძლებოდა მოხდარიყო. და ახლა ეს დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 1 ივლისით, მაგრამ მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა ბრაზილიის დეპუტატთა პალატის სისტემაში, არჩვენებს, რომ ეს ნამდვილად შიშია. ამიტომ ეს ოფიციალურია ბრაზილიის მთავრობის, ლულას მთავრობის მხრიდან. დოკუმენტში ისინი მიუთითებენ შეერთებული შტატების დეპუტატების სამხედრო მოქმედების შესაძლებლობაზე. ბრაზილიაში იმის გამო, რომ PCC-სა და კომანდო ვერმელიოს კრიმინალური ორგანიზაციები ტერორისტულ ორგანიზაციებად დაასახელეს. შეშფოთება აშკარაა. იმ მომენტიდან, როცა ვაშინგტონი ამ დაჯგუფებებს ტერორიზმის კატეგორიაში აქცევს, ამერიკის მთავრობა ირებს უფრო მკაცრ ბერკეტებს, რომ იმოქმედოს თავისი საზღვრების გარეთ.
მაურო ვიეირამ დაწერა, რომ ეს კლასიფიკაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საფუძველი ექსტრატერიტორიული ქმედებებისთვის ბრაზილიურ ინსტიტუტებზე, განსაკუთრებით ფინანსურ, მიგრაციულ და სისხლის სამართლებრივ სფეროებში. ყველაზე ძლიერი ნაწილი მალევე მოხვა, როდესაც დოკუმენტმა აღიარა შეერთებული შტატების სამხედრო ძალის გამოყენების რისკი ეროვნული ტერიტორიის წინააღმდეგ. ამ საკითხმა ბრაზილია განგაში ჩააყენა, რადგან ეს კლასიფიკაცია ბრაზილიის ნებართვაზე არ არის დამოკიდებული. ამერიკის მთავრობისთვის ეს გადაწყვეტილება ცალმხრივია. ბრაზილიას შეუძლია არ დაეთანხმოს, იჩივლოს, სცადოს მოლაპარაკება და გააძლიეროს დიპლომატია. მაგრამ ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ და პოლიტიკურ შედეგებს ბრაზილია მარტო ვერ აკონტროლებს. აქ სწორედ მადუროს ეფექტი შედის საქმეში. მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ოპერაციამ 2026 წლის 3 იანვარს ვენესუელაში ნიკოლას მადურო დააკავა. ლულას მთავრობამ გაიგო, რომ ტრამპი ამგვარ კლასიფიკაციას მხოლოდ რიტორიკულ ხერხად არ იყენებს. ეს ნაბიჯი ციდან არ ჩამოვარდნილა. მანამდე სენატორმა ფლავიო ბოლსონარომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს თხოვა დედაქალაქის პირველი კომანდო და კომანდო ვერმელიო ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოეცხადებინა. ლულამ მეორეს მხრივ შეერთებული შტატები ამ ნაბიჯის საწინააღმდეგო არგუმენტებზე გადაიყვანა. ორი ბანაკის განსხვავება აშკარად გამოიკვეთა. მე ვიქნები პირველი, ვინც ამ სიტყვას საჯარო მოსმენაზე გამოიყენებს, სადაც წარმოვადგენ არგუმენტებს, როგორც ტექნიკურებს, ასევე პოლიტიკურებს. ასევე ვაჩვენებ, რომ შესაძლო ტარიფის დაწესება ცუდია ბრაზილიისთვის, მაგრამ ასევე ცუდია შეერთებული შტატებისთვისაც. მე დავიცავ ფიქსს, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ ბოლსონაროს თავრობის დროს და ხელი შეუწყო მილიონობით ბრაზილიელის ჩართვას საბანკო სისტემაში. პრობლემა ლულასთვის ისაა, რომ სუვერენიტეტის სიტყვა ვერ აკრობს ორგანიზებული დანაშაულის რეალურ დომინირებას ბრაზილიის ზოგიერთ ნაწილში. ეხლა იტამარატი შეშფოთებულია შესაძლო უცხოური ჩარევით. მაგრამ ჩვეულებრივი ბრაზილიელი წლებია ყოველდღიურად ცხოვრობს დაჯგუფებების ყოველდღიური ზეწოლის ქვეშ, რომლებიც პარალელურ ძალაუფლებად მოქმედებენ. მთავრობის პასუხი ამბობს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაზვერვისა და მართლმსაჯულების ორგანოები მონაწილეობდნენ შიდა შეფასებაში და დაასკვნეს, რომ ამ დაჯგუფებების ტერორისტებად კლასიფიცირება საერთაშორისო თანამშრომლობისთვის კონკრეტ უსარგებელს არ მოიტანდა. ოფიციალური არგუმენტია, რომ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციებად მიჩნევა უკვე საშუალებას იძლევა ინფორმაციის გაცვლაზე, აქტივების დაყადაღებაზე, ქონების დაბრუნებასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაზე. მაგრამ ვაშინგტონის რეაქცია მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები ამ პრობლემას სხვაგვარად უყურებს, არა მხოლოდ როგორც ნარკოტრაფიკინგს, არამედ როგორც ფართო ძალადობრივ და საერთაშორისო საფრთხეს. არსებობს შეშფოთება. იტამარატის დამტკიცებას ასევე აქვს ფინანსური ასპექტი. ტერორიზმთან დაკავშირებულმა კლასიფიკაციამ შეიძლება აქტივების გაკინვა, ტრანზაქციების შეზღუდვა და ამერიკის იურისდიქციაში მყოფი კომპანიებისთვის ჯგუფებთან დაკავშირებულ პირებთან ან ორგანიზაციებთან ურთიერთობის თობის შეწყვეტის ვალდებულება გამოიწვიოს. გაფრთხილება ეხება გამოძიების ქვეშ მყოფ პირებს და ნებისმიერ სტრუქტურას, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ხიდად, თუნდაც არაპირდაპირად დაჯგუფების ფულთან. დანაშაული, რომელიც ადრე შორს იყო საგარეო ვაჭრობისგან, ეხლა მთელი სექტორებისთვის რისკად იქცა. ვაშინგტონში კოორდინაცია სხვა გზით წარიმართა. ამავე დროს პაულო ფიგეირედო ედუარდო ბოლსონაროს მოკავშირე შეერთებულ შტატებში ტრამპის ადმინისტრაციას თხოვა ბრაზილიური იმპორტისთვის დაწესებული ტარიფები შეეჩერებინა და გადაისროოს ზეწოლა ინდივიდუალურ სანქციებზე ფედერალური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ, ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა მაგნიცკის კანონი. მოთხოვნის ლოგიკა მარტივია: ზოგადი ტარიფი აზიანებს ბრაზილიელ მწარმოებლებს და ამერიკელ მომხმარებლებს. ინდივიდუალური სანქცია მიზნად ისახავს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც სასამართლო ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. რას თავაზობს პაულო ფიგეირედო? ის ამბობს შემდეგს ნახეთ. მოდით გავცვალოთ, ის სთავაზობს ამერიკის მთავრობას, რომ შეცვალოს ეს 25%-იანი ტარიფები ბრაზილიურ პროდუქტებზე. სანქციებით ხელისუფლების წარმომადგენლებზე, უზენაესი სასამართლოს მინისტრებზე. და რატომ ამბობს ის ამას? მოდით შევცვალოთ ეს 25%-იანი ტარიფი, რომელიც უდანაშაულოებს დააზარალებს და დავაწესოთ მაგნიცკის კანონი და ასე შემდეგ. უზენაესი სასამართლოს მინისტრების ოჯახის წევრებისთვის ვიზების გაუქმება. და რომელი მინისტრები? ამჯერად ის ცოტა უფრო შორს მიდის, ვიდრე აქამდე იყო. ის თავაზობს მაგნიცკის კანონის გამოყენებას მინისტრ ალექსანდრე დე მორაესზე, მის მეუღლე ვივიანე ბარსიზე, რომელიც ადვოკატია, და ასევე უზენაესი ფედერალური სასამართლოს პირველი პალატის მინისტრებზე. ჩვენ საუბრობთ მინისტრ კარმენ ლუსიაზე, კრისტიანო ზანინზე, ალექსანდრე დე მორაესზე და ფლავიო დინოზე და ის კიდევ ამატებს მინისტრ ჟილმარ მენდესს.
ეს მძიმე ინსტრუმენტია, რადგან პოლიტიკურ დასჯას ფინანსური იზოლაცია დაქცევს. ბრაზილიის დიპლომატიამ გაიგო, რომ ტრამპის მმართველობისას გარკვეული კლასიფიკაციები შეიძლება თეორიიდან პრაქტიკაში გადავიდეს და რეალური შედეგები გამოიწვიოს. ლულას მთავრობის შერჩევითი სიჩუმე ზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას. როცა ზეწოლა გარედან მოდის, პლანალტუ სუვერენიტეტზე საუბრობს, როცა კონტროლი დაჯგუფებებიდან მოდის. უბლებში პასუხი ხშირად ნელი, ბიუროკრატიული და არასაკმარისია. მინისტრი გილმარ მენდესი სხვა საკითხზე, ლავა ჯატოს საკითხზე, რადგან დაიცვა და მონაწილეობა მიიღო ლავა ჯატოს საკითხის გაუქმებაში. ისინი ამას განმარტავენ დოკუმენტში, რადგან გილმარ მენდესი არის მინისტრი, რომელიც პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლევს ალექსანდრე დე მორაესს. და მართლაც გილმარ მენდესი არის უზენაესი ფედერალური სასამართლოს უხუცესი წევრი. და ის არა მხოლოდ უხუცესი წევრი, არამედ ის არის მინისტრი, რომელიც ყველაზე ხშირად აძლევს ინტერვიუებს, ყველაზე მეტად ურთიერთობს პოლიტიკურ სამყაროსთან და მხარს უჭერს ალექსანდრე დე მორაესს. და ასევე მოქმედებს მის დასაცავად, რათა უზენაესი სასამართლო დაიცვას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების თავდასხმებისგან. დოკუმენტს, რომელსაც მაურო ვიეირა აწერს ხელს, საბოლოოდ უფრო მეტი გამოავლინა, ვიდრე დიპლომატიამ მზად იყო ეღიარებინა. შეშფოთება მხოლოდ ტრამპზე არ არის, შეშფოთება იმაზეა, რომ ბრაზილიამ საკუთარი რეალობის ნაწილის კონტროლი დაკარგა. და ახლა უცხოური ძალა ამ ხარვეს იხენებს ზეწოლის გასამართლებლად. შემდეგი დარტყმა პლანალტოსთვის მხოლოდ კონგრესში ოპოზიციიდან არ მოვა. ის მოვა იმ კითხვიდან, რომელიც დოკუმენტმა დებატის ცენტრში დააყენა. რატომ ეშინია ბრაზილიის მთავრობას ასე ძალიან ამერიკის რეაქციის იმ დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც ბრაზილიელებს ყოველდღე ტერორში ამყოფებენ? ნამდვილი სუვერენიტეტი მაშინ იწყება, როცა მოქალაქეს შეუძლია კრიმინალს ნებართვა არ სთხოვოს და ისე იცხოვროს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ ფიქსის გასაგების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.